გაკეთება, უფრო ზუსტად გამწილება. ეს არის გამარტივებელი. სტრაგროს ანაირად მოვა. აბა. რა თქმა უნდა, აბა ჩვენ და დოქტორ იციან თქვა, რამდენჯერ გამიგონია დაიღლებიან გაჩერებული. არ დავიღლებით ბატონო, მე პირადად 12 წელიწადია ქუჩაში გამოვიდა და ვეხმარები ხარ, 12 წელია. 12 წელიწადში ამ 12 წელიწადში დავბერდი, არ დავბერდი, რა თქვი დავბერებული ვარ. 12 წელიწადია 65 წლები. არ დავბერდები და არ დავიღლები. ვირდენ და ვიქნები სანამ მიზანს არ ვიყვეთ ჩემი ხალხიდან. და ემაი დალოქურიცავალი ქვეყანას რომ ჩემი ხალხი იქნება და ბედნიერ ღიმის დავინახავ მასწავლებლებზე, როცა ის ჩამოშებულია ტირალები დადიან. ტირალები რომ დადიან ქუჩაში. ზოგ სტარჩუარა ზოგიდან აშენებული სადამჭენები, აშენებული ბინები და აგრესიული რამდენი უსამყარო ხალხი. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შეერნების წინ. სადაც უსახლკაროები, ასევე იპოთეკით დაზრდებული ადამიანები კიდევ ერთხელ მართავენ საპროტესტო აქციას. ანალოგ არ მახსოვს და არ დამიწვია ეს უკვე მერამდენი აქციაა ბათუმში. უსახლკაროები რასაც მართავენ თან დღევანდელი უამინდობის პირობებში ან წვიმს ბათუმში და ამის მიუხედავად მაინც დგანან ადამიანები აჭარის მთავრობის სახლის წინ, იმიტომ რომ მათ არ აქცევს ყურადღებას როგორც აჭარის მთავრობა, ასევე ბათუმის მერია. ისინი თხოვენ რომ შეიქმნას სპეციალური პროგრამა უსახლკარო ადამიანებისთვის, აქ საუბარი იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც წლობით არიან არ აქვთ უძრავი ქონება და ცხოვრობენ ნაქირავებში, ვერ ეხერხებენ ქირის გადახდას და არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები. იაფის სახლის პროგრამა რაც მოქმედებს ბათუმში არ შეხებია ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ არ აქვს თქვათ შემოსავალი ხელფასი მათი ნაწილს და შესაბამისად ეს ადამიანები ითხოვენ იმას, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა შეიქმნას. ასეთი ასეულობით ადამიანია ბათუმში. გასულ წელს და ამ დრომდეც ისინი თითქმის ყოველკვირად მართავდნენ საპროტესტო აქციებს ბათუმის მერიას ემდებარე სკვერში, მაგრამ ბათუმის მერიამ არ მიაქცია ყურადღება ამ ადამიანებს. შეგვიძლია გავესაუბროთ ახლა რომელიმე უსახლკაროს და მოვისმინოთ მისგან თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს საპროტესტო აქციები. კაპიტან მაგული, ჩვენ შევდივართ ბოდიშეთი. მე გაგესაუბროთ ცალკე. აი აქ ქოლგასთან კი ბოდო დაგახურავთ რომ თქვენ სადასულოთ და ტექნიკაც არ დაგვისვალდეს. რომ მოგვიყვეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენ ცხოვრებაში, რაც დაიწყეთ საპროტესტო აქციები. მოგაქციეს თუ არა ყურადღება? არაფერი არ შეცვლილა. მითხრა რამაზი ჯინჭარაძემ რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. ბინის ქირით დაგაფინანსებდა. რომ ერთი თვე მომცა ერთჯერადი დახმარება იყო მაგიო, ხო და მეორეჯერ რომ მივედი, არაო მე არ მithქვამს, კი მეთქი მეოთხე მდივანი გამოუშვირო მე ბინის ქირით დამაქინე. არაო, ერთჯერადი მოგეციო. ხო ახლაო ჩემი ხელფასიდან მოგცემ. ჩემი ხელფასიდან რატომ მომცემ ბიუჯეტშია იმდენი ფული. მათხოვებს ხო რომ გაჩვენე. მეოთხარი არაფერი, ეს არის ბიუჯეტი და დამაფინანსე ყოველთვიურად. ბატონო ჯაბა, მე ქუჩაში ვარ დღეს, გუშინ საღამოს მომწერა ჩემმა პატრონმა, ბინა დამიცალო. შუშუმპირი, 300 ლარი ხელფასღებულო, ბანკიდან მაგ გამოტანილი ფული 200 ლარი იქ მიკავებ. საწავიდე 300 ლარი. აბატონ შუშუმპირს არ ვაჭამო. თქვენი შვილი არის შუშუმპირი, მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენი შვილი შუშუმპირია. 8 წელია ამ დღეში ვარ, 8 წელია. მე ამ დღეში ვარ და ბრძოლობ, აქ ვარ, აქ დამჯდარი, 3 წელიწადი აქ ვარ, ქუჩაში დამჯდარი. არაფერი რეაგირება. თქვენ ახლა სად მუშაობთ, ესეც რომ არ სადამუშაობ, პენსიონერი ვარ და არ შემიძლია ჩემი შუშუმპირი დავტოვოსადმე. ეს 300 ლარი რაც აღნიშნეთ, ეს საიდან იღეთ? პენსია ჩემი. ეს არის თქვენი პენსია და შუშუმპირის სტატუსის პენსია, ხო? 200 ლარი ჩემი 315, მაგრამ ბანკიდან მაქვს გამოტანილი, ლიბერტ ბანკიდან 200 ლარს იქიდან მიკავებენ. ბავშვის სახელზე, ჩემს სახელზე. ანუ საპენსიო სესხიც გაქვთ? ხო, საპენსიო სესხი მაქვს, ბავშვის ცალკე ჩემი ცალკე. რა შენი ხო ვერ გავაჩერებ ჩემს შვილს, ხო? არ არის რამე ისეთი პროგრამა, რომლის ფარგლებში შეიძლება თქვენ თქვენი შვილს აკოპილებო, ვერაო. ან თქვენ შვილსაც ვერაფერს ვერ დაუტოვებ. ვერ დაუტოვებ, ჩაგედილი მყავს, ახლა 3 დაწევალი დავალევია. მაშინ რომ ვიზრუნვა. მოდვივი ყოველ საათში უნდა ზრუნვა. ან არ გადმოვარდეს, ან გაზი არ ჩარდეს, ან რამე არ დარჩეს. თქვენ ერთად ვერ მუშაობ. ვერ ვიმუშავებ. გეხართ მარტო ხელა დედა. მარტო ხელა გავზარდი. 88 წლიდან ქალაქში ვარ. ჩაწერილი ვარ, ჩაწერილი. ხო, თქვენ ასევე გასულა შეიჭარეთ ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში გადაცის სამინისტროს. ხელებს შეკრული გამომიყვანეს, ხელებს შეკრული. 6 კაცმა დამესია,
პოლიციელები. ეხლა თორნიკა რიჩვაძემ შემოგითვალეთ ხო როგორც ეხლა აღინიშნა აქციაზე რომ დაველაპარაკებიო აქციის მონაწილეებსო. დაგველაპარაკო, ჩამოვიდეს აქედან დაგველაპარაკო. ჩემს უკან არის 500 და 600 და 2000 კაცი. მანამდე მახსოვს საპროტესტო აქციებზე გამოდიოდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხო შაშიკაძე. კახა შაშიკაძე. თვითონ მოვიდა. არა მაინტერესებდა თუ გამოსვლის შემდეგ როცა გამოდიოდა მთავრობის წარმომადგენელი თქვენთან აქციაზე. ერთად დახმარებას მოგცემთო. ხო მეტი არაფერი არ შემოუთავაზებიათ. და აიღეთ ეს ერთშეროდი დახმარება. არა ვიღე, უთხარი თორნიკე იმან. რიჟვაძე მის ცოლს აუღოს და მე ფართობი მომცეს. რასაც მე ბრძოლობ იგი მომცეს, რომ მე შუშულუგირი ფართობში შევიყვანო და ყოველ წუთში ნუ მექნება საპრობლემო. ფირას ვეღარ ვიხდი ჯაბა. სად წავიდე დღეს, სად წავიდე, ზად გავათენო. მოვიდანო ჩემი ყველაფერი და აქ დავჯდე. დავჯდები ახლა, მოვიდა. ანუ მთავრობიდან იყავით მოსული თქვენთან შეისწავლეს თქვენი მდგომარეობა. რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი? ნეუჟელი არ გაინტერესებენ ამდენი განცხადება შემოვიდა. შემამოწმოთ, რომ მართლა ვარ თუ არა მასე. არავინ რეაგირებას არ აკეთებს, არავინ. არც მთავრობიდან, არც ჯაბიდან. ამ ხეთრობ შეისწავლა თქვენი მდგომარეობა, თქვენი შემოსავლები, პენსიერაში ყოფნით. ეს არაფერს არ შეისწავლია. აინტერესებს არაფერი. სოციალურ დახმარებას იღებს? ანუ ახლა ხარ როდა სოციალურ დახმარების და პენსიის იმედად, ხო? ეს რაში ყოფნით ახლა ეს თანხა? არაფერს, არაფერს. ეხლა რა არის თქვენი მოთხოვნა, მოკეთ რომ ჩამოაყალიბოთ? ფართობი მომცეს და იყოს განათებული, გაბრწყინებული, რომ ჩემი შვილი უმკურნალო და ნორმალური საქართველოში ვაცხოვრო. შუშუმ პირი. ხო. ნორმალური ჯანდაცვა მინდა, ნორმალური საცხოვრისი მინდა ჩემი შვილი. ნორმალური ფაბრიკა ქარხნები, რომ მე გავიდე და ვიმუშაო. ამ ნორმალური ჯანდაცვაში რას გულისხმობთ? რა შეიძლება იყოს ნორმალური ჯანდაცვა? რა არის თქვენი მოთხოვნა? რა სერვისს ვერ იღებთ? შემოვიდა ქრონიკული არ იყო, დაწყებითი იყო. და ახლა ქრონიკულზე გადავიდა ჩვენი ჯანდაცვა. შეიძლება მასე? ანუ ვერ უკურნალეს ადგილზე. და გიორგი იყო ჩამოსული კუხაიაიშვილი ეკებს და ელაპარაკა კინაღამ გული წამივიდა. რომ მე ქრონიკულზეა გადასული შენიშვილი ჩამწელობაო. კარგი, ხო და არ ნერვიულობ. აი ესე ძიმე პირობებში არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ აჭარის მთავრობის საფთან. თქვენი მსგავსი და რთულ პირობებში არის ძალიან ბევრი ადამიანი წვიმაში. და იმ წვიმის მიუხედავად თქვენ მაინც მოხვედით დღეს აქ. ჩავკედე ჩემი შვილი შუშუმ. მივიდა ცოცხალი დამხდება თუ არა? ანუ ჩაკეტეთ სახლში და ისე წამოხვედით. ესმის. კარგი, თუ დამშვიდეთ. მადლობა რომ გაგვესაუბრეთ. კიდევ ერთ მიმართვას ისპეთ თქვენ აჭარის მთავრობის საფთან. ჩვენ ზადვართ ბრძოლისთვის და გავთხილეთ სანადროა შეინარჩუნეთ ღირსება და ნუ გამოიყენეთ თქვენ უხეშ ძალას ქართველი ადამიანის წინააღმდეგ, რადგან შევსხვებათ და თქვენი მოგიწევს შემდეგ ემიგრაციაში წასვლა. მადლობა თვითონ თქვენგან საყოფით. დაიხარეთ. მე მინდა გუნდათ რა მისმა? არა, თქვენ შენ და მე მე. მინდა დღეს დავასრულოთ ეს გამოსვლები იმისთვის რომ სიტყვა ჩვენ გავთხილების და მოფიქრების დრო ერთიანად დავაფიქსირებთ. ამიტომ ხვალ ზეგ ჩვენ ჩავნიშნავთ იმოქმედებენ აქ ხელმძღვანელები, ჩვენ ჩავნიშნავთ და იმეორებ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს მიმართავ. არა მარტო კონკრეტულად აჭარის ხელისუფლებას, თელ საქართველოს მთავრობა, ეგრეთ წოდებულ მთავრობას მიმართავ, რომ იწყებთ სამეგრელოში რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე თბილისში, ასევე აჭარაში პროტესტის დიდ მუხტს არჩევნებამდე. ანუ რა არის თქვენი მოთხოვნა? რო გითხრათ ძირითადი მოთხოვნა, რა ისხოვთ ახლა იგივე აჭარის მთავრობას? საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციის დონეზე იქნეს უფლებამოსილი და არც ერთი უსაფკარო არ უნდა ყავდეს განსაკუთრებით აი ამ რეგიონს, რომელიც არის სათამჯენებით ახსავსე და სავსეა, ცარიელია უბრალოდ რო ვთქვათ, ეს სათამჯენები და ხალხი ქუჩაში, წვიმაში, ქარში ყრია. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში არის თქვენ ხოთ რომ ეს ბინები დაურიგონ, რაღაც კონკრეტული ბინები დაურიგონ პირდაპირ ამ ადამიანებს. შემიშავდა სპეციალური პროგრამა, სპეციალური პირობებით, რომ გადაეცეთ ამ ადამიანებს თუ კი ისინი დააკმაყოფილებენ კონკრეტულ პირობებს. ჩემო ბატონო, მე მესმის სწორია ძალიან შეკითხვის ფორმულირება, მაგრამ ნახეთ, შეიძლება დღეს დავკარგოთ ერთი მოქალაქე. იმის გამო რომ მას ქუჩაში უწევს ცხოვრება. ამიტომ სწრაფი რეაგირება პირველ რიგში შევიყვანოთ დროებით საცხოვრებელში, სადაც შეიძლება რომ ამათი ჭერი არსებობდეს
და დაიწყოს კონსტიტუციურად ამ ხალხის ზრუნვა და არა ის რომ ვიღაც გარკვეულ ჯგუფს მათ ნათესავად დაურიგდეთ გასაღებები, ისიც ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული და დანარჩენი ხალხი დარჩეს ქუჩაში. ოცნების ქალაქი, ეგრეთ წოდებული, როცა გააქვს, ესე იგი ამ რეგიონში სირცხვილი და თავისმოჭრა არ იმსახურება არც მთავრობაში ყოფნას, არც ტაშის დაკვას და არც საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მადლობა. ეს გიორგი კოხელაიშვილი იყო ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვინც ახლა შემოვერთდა ჩვენს Facebook Live-ს, მე გეტყვით რომ ეს არის ბათუმელების პირდაპირი ჩართვა, თქვენ უყურებთ საპროტესტო აქციას ბათუმში. რომელსაც მართავენ უსახლკარო ადამიანები, ეს არის პირველი აქცია, უკვე მერამდენი აქციაა ბათუმში, როცა უსახლკარო ადამიანები გამოდიან, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე ბათუმის მერიასთან მდებარე სკვერში და ითხოვენ პირველ რიგში ყურადღებას, პირველ რიგში იმას, რომ მათი საჭიროებები, მათი პრობლემები შეისწავლოს ვინმე, რომელიმე კომისიამ და შემდეგ შემუშავდეს შესაბამისი პროგრამა, რაც გადაწყვეტს მათ პრობლემას. მათი უპირველესი პრობლემა კი არის ის, რომ მათ ჰქონდეთ სახლკარი, იმიტომ რომ ისინი არიან მოწყვლადი ჯგუფი, სოციალურად დაუცველი ადამიანები, სტიქისგან დაზარალებულები ან მარტოხელა დედები. აი ესეთი მარტოხელა დედა ეხლა მიმართავს საჭირო მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, როგორც თქვენ ისმენდით. და უსახლკარო ადამიანები ახლა უამინდობის ამ დიდი წვიმის დროს მაინც შეიკრიბდნენ დღეს აქ და ეხლა უკვე ტოვებენ ისინი აჭარის მთავრობის სახლის მდებარე ტერიტორიას. ასეთი გზავნილები იყო დღეს აჭარის მთავრობის სახლთან. ისინი აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ეს აქციები ისევ იქნება პერმანენტული და მათ აქვს კონკრეტული მოთხოვნა, რომ შემუშავდეს, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება მთავრობამ, რომ დაკმაყოფილდნენ ეს ადამიანები საცხოვრებელი ბინებით. ჩვენ აუცილებლად მოგაწვით ინფორმაციას სიახლეებზე, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ ჯგუფს და ამ ადამიანებს. ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.